ევროკომისია ევროპას ახალი სითბური ტალღის შესახებ აფრთხილებს. წელს კვლავ რეკორდი დამყარდა. ივნისში ისტორიულად მაღალი ტემპერატურის შემდეგ სულ რაღაც რამდენიმე კვირაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სითბური ტალღა ახლოვდება. ევროკომისარმა განაცხადა, რომ ივნისის სიცხეს მძიმე შედეგები მოჰყვა. საავადმყოფოები გადატვირთული იყო, დაიხურა სკოლები და განადგურდა მოსავალი. ივნისის სიცხეს ევროპაში მინიმუმ 3500 ადამიანი ემსხვერპლა. საფრანგეთმა ივნისის ბოლო კვირაში დამატებით გარდაცვალების 2000-ზე მეტი შემთხვევის შესახებ განაცხადა. ირლანდიის ევროპულ საქმეთა და თავდაცვის სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა, რომ კლიმატის ცვლილების შესასუსტებლად და მასთან ადაპტაციისთვის მკაცრი პოლიტიკის გატარება აუცილებელი. ჩვენი რეგიონი მსოფლიოში ყველაზე სწრაფად ხდება. ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილება უდავოდ სითბური ტალღების, ხანძრებისა და სხვა ექსტრემალური ამინდის მოვლენების, წყალდიდობებისა და გვალვის მთავარი გამომწვევი მიზეზია. პრომკავშირები ძლიერი სიცხის დროს მუშაკ და დასაცავად ითხოვენ ახალი ზომების მიღებას, სამუშაო ადგილის თერმულ ლიმიტებს, გაგრილების მიზნით შესვენების უფლებასა და კორექტირებული სამუშაო საათების დაწესებას.